თავდაპირველად ეს კოტეჯი ტბაზე ჩვენი ოჯახისთვის შევქმენით, მაგრამ ისეთი მოწონება დაიმსახურა ჩვენი ახლობლების მხრიდან, რომ მივეცით ტურისტული სახე და ამ მიმართულებით დავტვირთეთ, რამაც ძალიან გაამართლა. ჩვენი კოტეჯის განსაკუთრებულობა ძირითადად მის ადგილმდებარეობაშია. ქალაქის ხმაურს გამოქცეული დამსვენებლებისთვის ის არის ზედგამოჭრილი პირდაპირ მისწრება. ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ აქ გატარებული დრო სულიერად ასვენებთ მათ და წასვლაც კი აღარ უნდათ. ჩვენი ართანისი მეტად სასურველი ადგილია ბევრი კატეგორიის მომხმარებლისთვის. იგი ძალიან მოსწონთ მოყვარულ მეთევზეებს, რომლებიც აქ ძალიან საინტერესოდ ატარებენ დროს. ასევე ახლად დაქორწინებულებისთვის ძალიან სასიამოვნო და მყუდრო ადგილია. ჩვენ გვყავს სტუმრები, როგორც ქართველები, ისე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ არაბები, კალიფორნიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან. ჩვენი ოჯახი უკვე 25 წელზე მეტია აწარმოებს ფერმერულ მეურნეობას, მივდევთ მეღვინეობას, გვაქვს მებაღეობა, მებოსტნეობა, საკუთარი ბოსტანი გვაქვს. მეფრინველეობა, გვყავს ძალიან ლამაზი ბატები, მაქვს შესანიშნავი საფუტკრე და ჩემი საკუთარი თაფლით ვუმასპინძლდები ჩემს სტუმრებს, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან და დიდი მოწონებით სარგებლობს. ჩვენი უცხოელი სტუმრების საპატივსაცემად რამდენჯერაც გაგვიმზადებია ქართული სამზარეულოს ავთენტური კერძები და ნუგბარი და რადგან ვიგრძენით, რომ მათ ეს პროცესი ძალიან მოეწონათ, კერძები დააგემოვნეს და ისიც ძალიან მოეწონათ, გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩვენ განვითარებული ყავით გასტროტურისტული მიმართულებითაც. სულ 2-3 თვეში ჩვენი კაფეც უკვე მოქმედებაში იქნება და მოემსახურება ჩვენს სტუმრებს. დამწყები ბიზნესისთვის მეტად მნიშვნელოვანია ხელის შეწყობა და დახმარება და მარკეტინგის კუთხით ჩვენ დაგვეხმარა სავაჭრო სამრეწველო პალატა. სამომავლოდ ვაპირებთ ასევე მივამატოთ პატარა კოტეჯებიც, რომელზეც მოთხოვნაა სტუმრების მხრიდან. გავალამაზოთ უფრო ჩვენი ტერიტორია და მრავალფეროვანი გავხადოთ. ჩვენ გვინდა, რომ ართანისის ტერიტორიიდან სტუმარი ყოველთვის კმაყოფილი წავა.